დღევანდელი დღის თემა და დაინახა იქ იუდამ ქანაანელი კაცის ასული, რომლის სახელია სავა და მოიყვანა იგი და შევიდა მასთან და მუცლად იყო და შვადზე და უწოდა მისი სახელი ერი. წინა ჯერზე იოსების ამბავმა კარგად გვასწავლა, რაოდენ დამღუპველია შური და ეს დამანგრეველი ვნება როგორ აზიანებს უწინარეს ყოვლისა სულს, რომელშიც იგი ჩაისახება. ისიც ნახეთ, ამ ვნებით დამონებულმა ძმებმა იოსებისა ვით დაივიწყეს ნათესაობაც და თავიანთ ძმას, რომელსაც არაფრით გაენაწყენებინა ისინი ველური მხეცების შესაფერი სისასტიკე უჩვენეს, გამოავლინეს საკუთარი სიავე და ამით იმდენად ძმას არ აწყინეს, რამდენადაც თავად დაისხეს თავს ლაფი. თუმცა მათ ძმა უცხოტომელებს მიჰყიდეს, ხოლო ამათ კი თავის მხრივ ფარაონის მცველმთავარზე გაყიდეს იგი, მაგრამ რადგანაც იოსებს ყველაფერში ზეციური შემწეობა სდევდა, ამიტომ მისთვის ყველაფერი იოლად ასატანი აღმოჩნდა. მინდა დღესაც გავაგზავნო იგივე თხრობა და მისგან კვლავ მოვიპოვო თქვენთვის შეგონება, მაგრამ მასში ჩართულია კიდევ სხვა ამბავიც, რომლის უყურადღებოდ დატოვებაც არ შეიძლება. შეძლების დაგვარად ავხსნით მას და კვლავ იოსების ამბავს დაუბრუნდებით. რა ამბავი აქ ჩართული? ეს იუდას ამბავია. მან ცოლად მოიყვანა ქანაანელი კაცის ასული სავა და მისგან 3 ძე ეყოლა და მოუყვანა იუდამ ერს თავის პირმშოს ცოლი, რომლის სახელია თამარი. მაგრამ ერი აღმოჩნდა ბოროტი უფლის წინაშე და მოკლა იგი ღმერთმა და დაავალა ამნანს ძმის ცოლის შემთველს, აღედგინა ძმის თესლი. სჯული სწორედ ასე ავალდებულებდა კაცს, რომ ძმის სიკვდილის მერე თუ მას შვილები არ დარჩებოდა, მეორე ძმას მოეყვანა მისი ცოლი და ძმის თესლი აღედგინა. მაგრამ ამნანიც ბოროტი აღმოჩნდა. ღმერთმა იგიც მოკლა, 2 ძის მოულოდნელმა სიკვდილმა იუდა შეაძრწუნა და იმისათვის თამარი რომ ენუგეშებინა დაჰპირდა, მესამე ძე მიეცა მისთვის ქმრად, მაგრამ შიშობდა ვაი თუ ესეც დაისაჯოსო და დანაპირებს არ ასრულებდა. ამასობაში დანაპირებით დაიმედებული თამარი რჩებოდა თავის მამის სახლში და მამამთილის დანაპირების ასრულებას ელოდა. თუმცა ატყობდა, რომ იუდას არ სურს დანაპირების შესრულება, მაინც მოთმინებით იცდიდა. არ სურდა სხვაზე გათხოვება, არამედ ქრიობას იტანდა და შესაფერის დროს ელოდა, რადგან იმედი ჰქონდა თავისი მამამთილის ოჯახში ეშვა შვილები. და როცა გაიგო, რომ მისი დედამთილი მოკვდა, იუდა კი თამნაში წავიდა ცხრის გასაპარსად, მაშინ თამარმა გადაწყვიტა, მოტყუებით გაეყო სარეცელი მამამთილთან და მისგან ეშობა შვილები არა ხორციელი ჟინის გამო, არამედ იმისათვის, რომ usახელოდ არ დარჩენილიყო. თუმცა ამ საქმეში ღვთის განგებულებაც ერია, ამიტომაც ასრულდა მისი განზრახული. ნათქვამია. გაიხადა ქრიობის სამოსი და შემოისხა მოსასხამი და მოირთო და დაჯდა კარიბჭესთან ენანისა, რომელიც არის თამნას გზაზე. შემდგომ თითქოს და მის გასამართლებლად წმინდა წერილი ამბობს, რადგან ნახა, რომ დიდი გახდა სელომი, ხოლო მან არ მისცა იგი მას ცოლად. ამიტომაც გადაწყვიტა ასეთი სიცრუის ჩადენა. იუდა მიფიქრა, რომ ეს სიძვის დიაცია და გადაუხვია მისკენ გზაზე და უთხრა მას: ნება მომეცი მე, რომ შემოვიდე შენთან, რადგან არ იცოდა, რომ თავისი რძალი იყო. ხოლო მან უთხრა: რას მომცემ მე, თუ შემოხვალ ჩემთან? იუდა დაჰპირდა: მე შენ გამოგიგზავნი თხის თიკანს ფარიდან. ხოლო მან უთხრა: მომეცი წინდი, ვიდრე გამომიგზავნის შენ. და მისცა მას ბეჭედი, მძივი და კვერთხი და შევიდა მასთან და მუცლად იყო მისგან. მაგრამ ამის გამგონენ ურავინ გაკიცხავს თამარს. როგორც უკვე ვთქვი, იგი ამ შემთხვევაში განგებულების იარაღი იყო, ამიტომაც არ გაიკიცხა იგი და არც იუდა დაიგმო. შენ ნახავ, რომ იესო ქრისტე მისგან ნაშობი შვილების ჩამომავალია. ამას გარდა, იუდასგან ნაშობმა ორმა ძმამ გარდაქმნა 2 ხალხი და იყვნენ ისინი ერთი იუდეური და მეორე სულიერი ცხოვრების წინასახე. მაგრამ ახლა ვნახოთ, იუდას წასვლის მერე მალევე როგორ გამოაშკარავდა საქმე და იუდამ თავად გაიმტყუნა თავი, თამარი კი გაამართლა. ქალმა რა კი მიაღწია იმას, რაც სურდა, კვლავ გამოიცვალა სამოსი, გამობრუნდა იქიდან და მოვიდა თავის სახლში. იუდამ კი, რომელმაც არაფერი იცოდა ამის შესახებ, პირობა შეასრულა და თამარს გაუგზავნა თიკანი, რათა მისთვის მიცემული წინდი დაებრუნებინა. მაგრამ შიკრიკმა ვერსად ნახა ქალი, დაბრუნდა უკან და უთხრა იუდას, რომ ვერ იპოვა იგი ვერსად. მაშინ იუდამ თქვა: არ გაგკიცხონ იმის გამო, რომ უმადურები გამოვდექითო, მან ჯერ კიდევ არ იცოდა რა მოხდა, მაგრამ 3 თვე რომ გავიდა და წიაღის ტვირთმა მუცლადღება გაამჟღავნა. ფარული თანაცხოვრების შესახებ კი არავინ იცოდა, მაშინ აუწყეს იუდას, რომ მისიძვა თამარმა, შენმა რძალმა და აჰა, მუცლად იყო სიძვით. ეს რომ შეიტყო, თქვა იუდამ: გამოიყვანეთ იგი და დაიწვას. დიდია მისი წყრომა, სასჯელით საზარელია, იმიტომ რომ ცოდვა დიდი ჩანს. თამარმა კი რა ჰქნა? გაუგზავნა იუდას ნივთები, რომლებიც მისგან წინდად მიეღო და შეუთვალა: იმ კაცისგან, ვისიც არის ესენი, ვარ მე მუცლადღებული. დააკვირდი, აქამდე მდუმარე თამარი როგორ მოიხმობს უტყუარ მოწმეებს, რომლებსაც შეეძლოთ ხმა ამოეღოთ და მისი უდანაშაულობა დაემტკიცებინათ. რადგანაც ამგვარ საქმეში ბრალდებულ 3 მოწმე უნდა წარედგინა, მან გაგზავნა 3 ნივთი, მისთვის წინდად მიცემული. ცხადად რომ იმეტყველებდნენ მის სარგოდ, ბეჭედი, მძივი და კვერთხი
და შინიდან გაუსვლელად ხმის ამოუღებლად გამარჯვება მოიპოვა. იუდამ იცნო ნივთები და თქვა: გამართლდა თამარი ჩემზე მეტად, რადგან არ მივეცი იგი სელომს, ჩემს ძეს. რას ნიშნავს? გამართლდა ჩემზე მეტად ნიშნავს. იგი უდანაშაულოა, მე კი თავად ვკიცხავ საკუთარ თავს და ვაღიარებ დანაშაულს, თუმცა არავინ არ მამხილებს მე. ან უпростоრად არსებობს ჩემი მამხილებელი ესის წინდია მე რომ თამარს მივეცი. მერე ისევ თამარის გასამართლებლად ამბობს, რადგან არ მივეცი იგი სელომს, ჩემს ძეს. შესაძლებელია, ასე განსაკუთრებული მიზეზით მოხდა, რომლის შესახებაც გეტყვით. კერძოდ, იუდა ფიქრობდა, რომ თამარი იყო ერის და ავნანის მოკვდინების მიზეზი და რა კი სელომზეც იმავეს შიში ჰქონდა. არ მისცა ქალს მესამე ძეც, თუმც კი დაჰპირდა. იმისათვის, რათა საბოლოოდ დარწმუნებულიყო, რომ ქალი არ ყოფილა მისი შვილების სიკვდილის მიზეზი, არამედ ისინი საკუთარი ბოროტიზნის გამო დაისაჯნენ. ამიტომ ისიც, უმეცრებით, სისხლს აღრევს თავის რძალთან და საქმით რწმუნდება, რომ მისი შვილები დაისაჯნენ არა ქალის გამო, არამედ მათი ავიზნის გამო. იუდამ გააცნობიერა თავისი ცოდვა, თამარის სასჯელისგან გაათავისუფლა და ნათქვამია, მეტად აღარ შეუცნია იგი. ამით აჩვენა, რომ არც მანამდე შეეყოფოდა, რომ ეცნო იგი. და ბოლოს თამარის თვალთმაქცობის შესახებ ასე დაწვრილებით მოთხრობის შემდეგ წმინდა წერილი გვიჩვენებს, როგორი შვილები გაუჩნდა მას. და იყო როცა შობდა, ტყუპები იყვნენ მის მუცელში. და იყო როცა შობდა იგი ერთმა წინ გამოყო ხელი და აიღო ყრმის აღმქმელმა და შეაბა მის ხელს მეწამული და თქვა: ეს გამოვა პირველი. შენიშნე აქ დაფარული საიდუმლო და მომავალი მოვლენების წინასწარ უწყება. მას შემდეგ რაც ბებიაქალმა ჩვილს ხელზე მეწამული ძაფი შეაბა, რათა ამით დაენიშნა იგი, მან კვლავ შეყო ხელი. და როგორც კი შეყო ხელი, მაშინვე გამოვიდა მისი ძმა. ანუ მან ძმას დაანება პირველი გამოსულიყო დედის წიაღიდან. და ამგვარად იგი, ვინც ბოლო ეგონათ, პირველი გამოვიდა. ხოლო იგი, ვინც პირველი მიაჩნდათ, მის მერე გაჩნდა. და მან თქვა: რად გაირღვა შენთვის ზღუდე? და უწოდა მისი სახელი ფარეზი, რადგანაც ეს სახელი ნიშნავს შეწყვეტას, შეიძლება აგრეთვე ითქვას გაყოფას. და ამის შემდეგ გამოვიდა მისი ძმა, რომელსაც მარჯვენაზე ნიშანი ჰქონდა შებმული. და უწოდა მისი სახელი ზარა, რაც ნიშნავს აღმოსავლეთს. და რომ ეს უბრალოდ კი არ მოხდა, არამედ მომავლის სურათხატი იყო, ამის დასტურად გამოდგება ის, რომ ყოველივე არაბუნებრივი წესით ხდებოდა. როგორ შეიძლებოდა მომხდარიყო, რომ მეწამული ძაფით მონიშნული ხელი ისევ დამალულიყო და გასასვლელი დაეთმო სხვისთვის, ღმერთის ძალას რომ არ მოეწყო ასე. და თითქოს და შეფარულად არ ეჩვენებინა, რომ თავიდან ზარა გამოჩნდა, ანუ აღმოსავლეთი. და როცა იგი გამოჩნდა და კვლავ უკან დაიხია, კანონის დაცვა დაიწყეს. შემდეგ კი მას მერე, რაც კანონს დიდი ხნის განმავლობაში ეპყრა, ძალა კვლავ გამოჩნდა იგი, რომელმაც თავდაპირველად უკან დაიხია, ანუ ზარა, და იუდეურმა წესრიგმა ეკლესიას დაუთმო ადგილი, მაგრამ იქნებ საჭიროა კვლავ გიამბოთ ეს უფრო მოკლედ და გასაგებად. მსგავსად იმისა, როგორც ზარამ თავდაპირველად გამოყო ხელი ნოემ და აბრაამმა, ნოემდე კი აბელმა და ენოქმა დაიწყეს ზრუნვა ღმერთისთვის პატივის მიგებაზე. შემდეგ, როდესაც ადამიანები გამრავლდნენ და მრავალი ცოდვა შემოიკრიბეს, მათ გარკვეული მცირე შეგონების მიცემა დასჭირდათ. მათ მიეცათ რჯული როგორც რაღაც აჩრდილი, არა ისე, რომ მას ცოდვათა განკარგვება შეძლებოდა, არამედ ისე, რომ მიეთითებინა მათზე და თვალსაჩინო გაეხადა ისინი ადამიანებისთვის, რომლებიც რძით გამოკვებილ მცირეწლოვან ყრმათა დარად, ასე და ამგვარად სრული ასაკის მოყრილიყვნენ. მაგრამ როდესაც მათ ესეც არ მოიხმარეს თავის და სარგოდ და იმის მიუხედავად, რომ რჯული მრავალცოდვაზე მიუთითებდა, აგრძელებდნენ საკუთარი თავის გახრწნას, მაშინ ქვეყანას მოევლინა ყოველთა საერთო უფალი და ადამიანთა მოდგმას მისცა სულიერი და სრულყოფილი წყობა, რომლის წინასახეც ზარა იყო. ამიტომაცაა, რომ მახარებელიც ახსენებს თამარს და მისგან ნაშობ ბავშვებს და ამბობს: ხოლო იუდა შვა ფარეს და ზარა თამარისგან. მაშ უყურადღებოთ ნუ დავტოვებთ იმას, რაც საღვთო წერილში დევს ნურს ზედაპირულად შევჩერდებით მის გამონათქვამებზე. არამედ სიღრმეში ჩავწვდეთ მას, გამოვიკვლიოთ მასში ჩადებული სიმდიდრე და ვადიდებდეთ უფალს, რომელიც ყველაფერს ასე ბრძნულად განაგებს. თუ არ ვისურვებთ აქ აღწერილი ყოველი მოვლენის მიზეზის და მიზნის გამოკვლევას, მაშინ არა მხოლოდ თამარს გავკიცხავთ მამამთილთან სისხლის აღრევის გამო, არამედ აბრაამსაც დავადანაშაულებთ იმაში, რომ განზრახვით იგი ყრმათანკვლელი შეიქნა და ფინესაც იმის გამო, რომ ერთ ბაშად ორი მკვლელობა ჩაიდინა. ხოლო თუ გულდასმით შევისწავლით მათ საქმეებს, მაშინ არც მათ გმობას მოყვებით და თავადაც აქედან უდიდეს სარგებელს მივიღებთ. რაც შეეხება ამ ამბავს იუდასა და თამარის ცხოვრებიდან, ჩვენ იგი შეძლების დაგვარად განუმარტეთ თქვენს სიყვარულს. ახლა თუ არ დაღლილხართ და გსურთ კვლავ ისმინოთ, შევეხებით მომდევნო მოვლენებსაც და კვლავ მოგითხრობთ საოცარ იოსებზე, რათა დღევანდელი საუბრიდანაც შეიტყოთ, თუ რამდენი გადაიტანა ამ მამაცმა მებრძოლმა იმ სიზმრების მერე, რომლებიც მას ძმებზე ბატონობას და უფროსობას აუწყებდნენ. თუ ვით გადადიოდა ბრძოლიდან ბრძოლაში, როგორ ემატებოდა განსაცდელი განსაცდელზე, ზედიზედ ელეწებოდა ხომალდი, მაგრამ მესაჭი არ იღუპებოდა და უმძლავრესი ქარიშხალი რომ ატყდა, კვლავ მართავდა თავის გემს. თითქოს და საჭესთან მდგარი.
მაგრამ ყური დაუგდოთ თავად მონათხრობს, რათა ყველაფერი ზუსტად გავიგოთ. წერილი ამბობს: ხოლო იოსები ჩავიდა ეგვიპტეში და იყიდა იგი პეტეფრამ, ფარაონის საჭურისმა, მცველთმთავარმა, ეგვიპტელმა კაცმა, ისმაელელთა ხელიდან, რომლებმაც ჩაიყვანეს იგი იქ. ძმებისგან მისი მყიდველი ადამიანები ველური და უხეში ზნისა იყვნენ, მათაც კვლავ გაყიდეს იგი და ფარაონის ქართუხუცეს გადასცეს. და ამგვარად, მამის ალერში აღზრდილი ძე ერთი ბატონის ხელიდან მეორესთან გადადიოდა და იმისათვის ჩვენთვის გასაგები რომ გახდეს, ჯერაც ჭაბუკი იოსები, დუხჭირ ცხოვრებას მიუჩვეველი, სახლში მამის სიყვარულით აღზრდილი, როგორ იტანდა ამ სასტიკ მონობას ამისთვის წმინდა წერილი დაურთავს. და იყო უფალი იოსებთან და იყო კაცი წარმატებული და იყო სახლში ეგვიპტელ ბატონთან. რას ნიშნავს? იყო უფალი იოსებთან, იმას რომ ზეგარდუმადლი ახლდა მას და ყველა სიძნელეს უიოლებდა. იგი მოაწყობდა ყველაფერს მის გარშემო. მან ვაჭრებიც თვინიერები გახადა და ჩააგონა. ფარაონის მცველთმთავარისთვის მიეყიდათ იგი, რათა იოსები ნაბიჯ-ნაბიჯ წასულიყო წინ ამ გზაზე და ასეთ განსაცდელთა გადამტანი სამეფო ტახტს მიახლოვებოდა. შენ საყვარელო როცა გესმის რომ იგი ვაჭრების მონობას იტანდა, მერე მცველთმთავრის მონა გახდა, დაფიქრდი იმაზე რომ იგი სულიერად არ შემთრკალა, არ მიეცემოდა ეჭვს საკუთარი თავის შეფასებისას, არ ამბობდა, რაც როა ის სიზმრები, რომლებიც დიდებას მიქაბდნენ. აი იმ სიზმრების მერე რამდენიმე მონობაში ჩავარდი. ბატონები მეცვლებიან ერთის ხელიდან მეორეს ხელში გადავდივარ მეორისგან კიდევ სხვასთან და იძულებული ვარ მათ ველურ ზნეს შევეგუო. იქნებ მიტოვებული ვარ? იქნებ უზენაესის შემწეობას მოვაკლდი? ასეთი არაფერი უთქვამს და უფიქრია მას. არამედ ყველაფერს თვინიერად და უდრტვინველად იტანდა. და იყო უფალი იოსებთან და იყო კაცი წარმატებული. რას ნიშნავს? წარმატებული. იმას რომ მას ყველაფერი კარგად მიუდიოდა. ყველგან ზეციური მადლი მიუძღოდა წინ და ისე ცხადად მოჩანდა ეს მასში რომ მისმა ბატონმა შენიშნა. წერილი ამბობს: და იცოდა მისმა ბატონმა რომ უფალი არის მასთან და რასაც გააკეთებს, უფალი წარუმართავს გზას. და პოვა იოსებმა მადლი თავისი ბატონის წინაშე და სათნო იყო მისთვის და დაადგინა იგი თავის სახლზე და ყოველივე რაც ჰქონდა მას მისცა ხელში იოსებს. ხედავ, რას ნიშნავს ღვთის მარჯვენა რომ წაგმართავს. აი ჭაბუკი და ყარიბი ტყვე და მონაა იგი და მაინც ბატონი მას მთელ სახლს აბარებს. ნათქვამია: ყოველივე რაც ჰქონდა მას მისცა ხელში იოსებს. რატომ? იმიტომ რომ ზეციური შემწეობით მან საკუთარი კეთილი ზნე დაანახვა ბატონს. ნათქვამია: სათნო იყო მისთვის, ანუ მისთვის ყველაფერს დიდი გულმოდგინებით აკეთებდა. შემდეგ კაცთმოყვარე ღმერთი, რომელსაც სურდა რომ მეტ კეთილდღეობასთან მieყვანა იგი, არ ათავისუფლებდა მას მონობისგან და თავისუფლებას არ აძლევდა. ღმერთს მუდამ ასე სურს. ქველი ადამიანები არ აარიდოს საშიშროებებს და არ გაათავისუფლოს ისინი განსაცდელისგან, არამედ თავად განსაცდელში ექნეს შემწედ და იმგვარად რომ თავად განსაცდელიც ზეიმის და გამარჯვების მიზეზი ხდებოდეს. ამიტომ ამბობდა ნეტარი დავითიც: ჭირსა ჩემსა განმივცე მე. შენო ამბობს არამაშორე ჭირი, არ მიძღვენი სიმშვიდე მისგან თავდახსნელს, არამედ რაც საოცარი და უჩვეულოა თავად ჭირთა შორის დამიფარე. ამავეს ჩადის აქაც კაცთმოყვარე უფალი. აკურთხა უფალმა ეგვიპტელის სახლი იოსების გამო. უკვე უცხოტომელიც კი დარწმუნდა რომ ის ვინც მონად მიაჩნია ერთი მათგანია ვინც სათნო არიან ღვთისათვის. ნათქვამია: და გადასცა ყოველივე რაც ჰქონდა მას ხელში იოსებს და არ იცოდა იმის შესახებ რაც ჰქონდა მას არაფერი, გარდა პურისა, რასაც ჭამდა იგი. ლამის ბატონად დაადგინა მთელ თავის სახლზე. ამგვარად მონას, ტყვეს, თავისი ბატონის მთელი სიმდიდრე ეპყრა ხელთ. ასეთი რამაა სიქველე. სადაც არ უნდა გამოჩნდეს, ყველგან იმარჯვებს და ყველაფერზე ბატონობს, როგორც წვდიადი იფანტება მზის შუქით, ასევე ხრება ყველა ბოროტება, როგორც კი სიქველე ჩნდება. მაგრამ სასტიკი მხეცი, ეშმაკი, რა ხედავდა რომ მართალი იოსები წარმატებულია და რომ ყველაზე შეჭირვებული ვითარებებიც კი მას მხოლოდ უფრო მეტად განადიდებენ, კბილებს აღრჭიალებდა და მძვინვარებდა. ვერ აეტანა მართლის დანახვა. დღითიდღე მეტ და მეტ დიდებას რომ მოიხვეჭდა, ღრმა უფსკრულს თხრიდა მისთვის, გაუმზადებდა ჭორომებს, რომლითაც დაღუპვისკენ გააქანებდა, გრიგალს იწვევდა მისი ხომალდის დასალეწად. მაგრამ მალევე დარწმუნდა რომ ვერაფერს ხდება და ამით მხოლოდ საკუთარ თავს ვნებს. ნათქვამია: იყო იოსები ლამაზის სახით და ძლიერ შვენიერი შესახედად. რატომაა ნათქვამი მის ხორციელ სილამაზეზე? რათა ვიცოდეთ რომ მხოლოდ სულიერად კი არა, სხეულითაც მშვენიერი რომ იყო. წინდაწინ კი ამას იმიტომ გვაუწყებს რომ აგვიხსნას ჭაბუკის სილამაზით მოხიბლული ეგვიპტელი ქალი როგორ იყოლიებდა მას უკანონო ურთიერთობაზე. და იყო ამ ამბების შემდეგ. რას ნიშნავს? ამ ამბების შემდეგ. ანუ მას მერე რაც იოსებს მთელი სახლი ჩააბარა და იგი ბატონისგან ასეთ პატივს ეღირსა, დაადგა მისი ბატონის ცოლმა თვალი იოსებს. თავშეუკავებელი ქალის რა სიურცხვია, არად ჩააგდო რომ ქალბატონად იყო სახლში, არც ის რომ იოსები მონაა. არამედ მისი სილამაზით მოხიბლული და სატანის ალმოდებული ცდილობს აცდუნოს ჭაბუკი.
ამბიციერი აზრით შეპყრობილი მხოლოდ დროსა და განმარტოებას ელის, რათა თავისი უკეთური განზრახვა აასრულოს, მაგრამ ნათქვამია, რომ იოსებს არ სურდა ეს. არ ემორჩილებოდა, ყურს არ უგდებდა მის ნაუბარს. იცოდა, რომ ეს საქმე დაღუპავდა და მხოლოდ თავის თავზე კი არ ფიქრობდა, არამედ ცდილობდა, რამდენადაც შეეძლო ქალიც დაეოკებინა და ეს სიგიჟე და უკეთური სურვილები გადაეთქმევინებინა. ეუბნება სიტყვებს, რომლებსაც შეუძლიათ ქალს სირცხვილიც გაუღვიძონ და მისივე სარგებელით შეაგნებინონ. ნათქვამია და უთხრა თავისი ბატონის ცოლს ქალბატონი რჩევას იღებს მონისგან. თუ ჩემმა ბატონმა არ იცის ჩემი წყალობით არაფერი თავის სახლში და ყველაფერი რაც აქვს მას მომცა მე ხელთ. რა მადლიერებას გამოავლენს ამით. დააკვირდი, როგორ ჩამოთვლის ბატონისგან მისთვის გაწეულ სიკეთეებს, რათა აჩვენოს თუ რა უმადურობას იჩენს ქალი მეუღლის მიმართ. მეო, მონა, უცხოტომელი, ტყვე მან ისეთი ნდობით აღმჭურვა, რომ ახლა ყველაფერი ჩემს ხელთაა და არაფერი დაუჭერია ჩემთვის შენ გარდა. აქ ყველაფრის უფროსი ვარ, მხოლოდ შენ გემორჩილები და შენ არ განგაგებ. შემდეგ იმისათვის, რომ გადამწყვეტი დარტყმა აგემოს, ქალს ქმრის მისადმი სიყვარულს ახსენებს და ეუბნება. შენ იმიტომ არ მემორჩილები, რომ შენ მისი ცოლი ხარ. ხოლო თუ მისი ცოლი ხარ, როგორღა ჩავიდინო ეს ბოროტი საქმე და შევწოდო ღვთის წინაშე? რადგანაც ქალი ეძებდა შემთხვევას მარტო დარჩენილიყო მასთან და შესაფერ დროს ელოდა ქმრისგან და ყველა სახლი კაცისგან დაფარვას ლამობდა, ამიტომ იოსები ეუბნება. როგორ შემიძლია ეს ბოროტება ჩავიდინო და შევწოდო ღვთის წინაშე? რას ფიქრობ? ყველას თვალს რომ მივეფაროთ, ყოვლის მხედრულ მზერას მაინც ვერ დავემალებით. მხოლოდ მისი უნდა გვეშინოდეს, ვძრწოდეთ და ვცახცახებდეთ, მის თვალში არ უნდა გამოვჩდეთ დამნაშავედ. და იმისათვის, რათა ვიცოდეთ ამ მართლის სიკველის მთელი სიდიადე და ვიცოდეთ, რომ არაერთხელ და ორჯერ, არამედ მრავალჯერ აიტანა ეს ბრძოლა, ისმინა ქალის სიტყვები და მრავალჯერ შეაგონა იგი, ამისთვის წმინდა წერილი ამბობს. და როცა ელაპარაკებოდა იოსებს დღიდან დღემდე, აღარ უსმენდა მას. სახლის საქმეების ზედამხედველობისას ქალი კბილდახრჭენილი მხეცის დარად დააცხრა ჭაბუკს, ტანსაცმელზე ჩაავლო ხელი და არ უშვებდა. უყურადღებოდ ნუ დავტოვებთ ამას, არამედ დავფიქრდეთ იმაზე, თუ რა ბრძოლა უნდა გადაეტანა მართალს. ასე მგონია ნაკლები საოცრება იყო სამი ყრმა ბაბილონის ქურებში უნებერი რომ გადარჩა და არაფერი ევნოთ ცეცხლისგან, რამდენადაც საოცარი და გასაკვირალია ის, რომ ეს ჭაბუკი, რომელსაც ტანსაცმლით აკავებდა უღირსი და თავშეუკავებელი ქალი, არ დამორჩილდა მას, არამედ გაიქცა და სამოსიც კი ხელში შეატოვა. და როგორც ის სამი ჭაბუკი, რომლებმაც სათნოების გამო ზეგარდმო შემწეობა მიიღეს და ცეცხლი დაამარცხეს, ასევე ესეც, იმისთვის რომ თავის მხრივ ყოველღონეს ხმარობდა და მედგრად იდგა უბიწოების გმირობებში, ზეგარდმო უდიდეს შემწეობას ეღირსა, რათა ღვთის მარჯვენის დახმარებით გამარჯვებული ყოფილიყო და გარყვნილი ქალის მახეებს დასხტომოდა. ამის შემდეგ შეიძლებოდა დაგვენახა ეს საოცარი ჭაბუკი როგორ გამოვიდა სამოსისგან განძარცული, მაგრამ უბიწოებით შემოსილი და ვითილტოდა როგორც ცეცხლისა და ალისგან და არაფერი დაშავებია, არა მხოლოდ არ შეიტრუსა, არამედ უფრო სუფთა და ნათელით შეიქმნა. მაგრამ ყურადღება მიაქცია იმას, რომ ასეთი გამარჯვების, ასეთი სიმამაცის მერე, რის გამოც გვირგვინით უნდა შემკულიყო და განდიდებულიყო იგი, ვით დამნაშავე კვლავათას ჭირს გადაეყრება. ამ ეგვიპტელმა ქალმა ვერ აიტანა სირცხვილი და უპატიურობა, რაც თავად დაიტეხა თავს. გაუგონარი საქმე ჩაიფიქრა, მოიხმო შინაურები და ბრალი დასდო ჭაბუკს, თავისი გიჟური სურვილი მას მიაწერა და განიზრახა, ამ გზით ყველასთვის თვალი აეხვია. მან კი ერება ყოველთვის ასე იქცევა, მუდამ მტრობს სათნოებას და ლამობს, მას მიაწეროს თავისი დანაშაულები. ასე მოიქცა ეს ქალიც. მან გარყვნილებაში დაადანაშაულა ჭაბუკი, თავად კი უბიწოების ნიღაბი აიფარა და ამბობდა, თითქოს იოსებმა სწორედ ამიტომ გაიძრო ტანთ, ქალმა კი მისი სამოსი. აღარ გაატანა. კაცთმოყვარე ღმერთმა კი თავისი მოთმინებით იმის გამო დაუშვა ასე, რომ უფრო მეტად განედიდებინა თავისი მონა, ქმარი რომ მოვიდა, ქალმა კიდევ უფრო მზაკრულად მოუთხრა ყოველივე. ჭაბუკს ბრალს სდებდა და ამბობდა, შემოვიდა ჩემთან ებრაელი მონა, რომელიც შემოიყვანე ჩვენთან, ჩემს დასაცინად და მითხრა მე, დავწვევი შენთან, უბედური და საბრალობელი. ჭაბუკი კი არ შემოსულა შენთან ნამუსის სასახდელად, არამედ ეშმაკი წარგმართავდა შენ, რათა არა მხოლოდ გემრუშა, არამედ კაციც მოგეკლა თუ დაგჭირდებოდა. თავისი სიტყვების დასტურად ქმარს ჭაბუკის ტანსაცმელი უჩვენა. ახლა დაფიქრდი, თუ რა კაცთმოყვარეა ყველა ადამიანის საერთო უფალი. როგორც ადრე მისი სიკვდილის მდომი ძმებისგან დაიხსნა იოსები და მოაწყო ისე, რომ ჯერ რუბენის რჩევით ჭაში ჩააგდეს იგი, შემდეგ კი იუდას რჩევით ვაჭრებს მიჰყიდეს, რათა სიზმრის ასრულებას დაერწმუნებინა მართალი, რომ ფუჭად და უმიზნოდ არ გაცხადებია ეს. ასევე ახლაც მაღალის ხელმა შეაკავა უცხოტომელი და არ დაუშვა დაუყოვნებლივ მოეკლა ჭაბუკი. მართლაც და რა უდგებოდა წინ ამის გაკეთებას, როდესაც შეიტყო, რომ ჭაბუკმა მისი სარეცლის შებღალვაც კი განიზრახა. მაგრამ კეთილგანგებელმა ღმერთმა იმგვარად მოაწყო, რომ ბატონმა ასეთი ლმობიერება გამოამჟღავნა, რათა დილეგში ჩაგდებულ იოსებს თავისი სიკველის წყალობით ეგვიპტის სამეფოს მმართველობისთვის მიეღწია. ნათქვამია, განრისხდა გულის წყრომით და წაიყვანა ბატონმა იოსები და შეაგდო იგი დილეგში, იმ ადგილას, სადაც მეფის პატიმრები იყვნენ დაჭერილები, იქ იმ დილეგში.
მაგრამ თუ ბატონმა არ დაიჯერა ცილის წამება, მაშინ არც დილეგში უნდა ჩაეგდო იგი. ხოლო თუ დაიჯერა, რომ ცოლი მართალს ეუბნებოდა, მაშინ იოსები იმსახურებდა არა დილეგს, არამედ სიკვდილსა და უმაღლეს სასჯელს. მაგრამ როდესაც მაღლის მარჯვენა წარმართავს თავის განგებულებას, მაშინ ყველაფერი იოლი და გასაძლისი აღმოჩნდება, სასტიკი ადამიანები კი მოწყალენი ხდებიან. ზეგარდმო შემწეობა კი მაშინ მოდის, როცა ჩვენს მრავალ სიქველეს გამოვავლენთ. რადგანაც ეს მართალი ბევრს იღწოდა, ამიტომ მრავალიც მიეცა. და ასეთი გმირობის მერე იგი დილეგში წაიყვანეს, ის კი ყველაფერს უხმოდ იტანდა. თქვენ იცით, რომ ადამიანები, ვინც იციან, რომ ცუდი არაფერი ჩაუდენიათ, მაგრამ იკიცხებიან, ვით ბრალეულნი იოლად ინარჩუნებენ სულის სიმტკიცეს, თავისუფლად საუბრობენ და საკუთარი ღირსების გრძნობით უპირისპირდებიან მათთვის, უდანაშაულოთათვის, ბრალის დამდებებს. მაგრამ იოსები ასე არ იქცევა. იგი დუმს ყველაფერს თვინიერად იღებს და უდიდესი მოთმინებით ელოდება ღვთის შემწეობას. და დააკვირდი, დილეგშიც კი სრული ძალაუფლება მიანიჭა მას დილეგების გამრიგემ და სამართლიანადაც, რადგანაც ამბობს წერილი, იყო უფალი იოსებთან და მოიღო მასზე წყალობა. რას ნიშნავს? მოიღო მასზე წყალობა. ეს ნიშნავს, ღმერთმა თანაგზნობისკენ მიდრიკა დილეგის გამრიგე და ჩააგონა იოსებს ლმობიერად მოპყრობოდა. მისცა მას მადლი საპყრობილის მცველთა მთავრის წინაშე. მართლაც და არავინაა ზეგარდმო მადლს ღირსქმნილ ადამიანზე უფრო ნეტარი. და მისცა საპყრობილის მცველთა მთავარმა საპყრობილე ხელში იოსებს და ყველა პყრობილი. აი დილეგის მცველი როგორ უთმობს თავის უფლებებს, დამოუკიდებლობას აძლევს და დილეგის ყველა ტუსახს უბრძანებს მას დაემორჩილონ. არ იცოდა საპყრობილის მცველთა მთავარმა მისი წყალობით არაფერი, რადგან ყველაფერი იყო იოსების ხელში, იმიტომ რომ უფალი იყო მასთან და რასაც იგი აკეთებდა, უფალი წარმართავდა მისი ხელით. დააკვირდი, რომ მას მუდამ თან ახლდა ღმერთის წყალობა და ყველაფერი, რასაც კი აკეთებდა, მადლით იყო ახსილი. ჩვენც ვიზრუნოთ, რომ მუდამ თან გვახლდეს უფალი და იგი მუდამ კეთილად წარმართავდეს ჩვენს საქმეებს. ვინც ამ დახმარებას ეღირსება, იგი ჭირთაშიგაც სიცილად აიგდებს და არად ჩათვლის გაჭირვებას, რადგანაც ღმერთი ყველაფერს მის სარგოც ჩადის და კეთილად მოაწყობს მის საქმეებს, ყველაფერში ეხმარება და ძნელს ადვილად ხდის. როგორ შევძლოთ, რომ მუდამ თან გვახლდეს უფალი და მისგან ყველაფერში დახმარება მივიღოთ? ასე იქნება, თუ მუდამ ვიფხიზლებთ და ვიმღვიძარებთ, მივბაძავთ ამ ჭაბუკის უბიწოებას და მის სხვა სათნოებებს, მის სულიერ სიმტკიცეს, თუ გვემახსოვრება. ყოველივე იმგვარი გულმოდგინებით უნდა ვაკეთოთ, რომ ღმერთისგან არ გავიკიცხოთ, რომ ვერავინ დაემალება მის ყოვლისმხედველ თვალს და რომ ცოდვილი უეჭველად დაისჯება. ნუ მივანიჭებთ უპირატესობას ადამიანის შიშს ღმერთის მრისხანების წინაშე. არამედ მუდამ გვახსოვდეს იოსების სიტყვები. როგორღა ჩავიდინო ეს ბოროტი საქმე და შევცოდო ღვთის წინაშე. თუ რამე განზრახვა გაშფოთებთ, გავიხსენოთ ეს სიტყვები და ყოველგვარი აკრძალული სურვილი მაშინვე გაქრება. თუ კი მავანი ხორციელი წადილითაა გატაცებული, ან ფულის მიმართ აქვს ვნება, ან რამე განუსჯელი სიამე იზიდავს, მან დაუყოვნებლივ წარმოიდგინოს, რომ გვყავს მსაჯული, რომლის თვალსაც ფარული სურვილებიც არ დაემალება. ასე თუ მოვიქცევით, უეჭველად დავუსხლტებით ეშმაკის მახეებს და მაღლით უდიდეს შემწეობას მივიღებთ, რომელსაც დაევეღირსოთ მადლითა და კაცმოყვარევითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსა მამისა და სულისა წმინდისა თანაშვენის პატივი, ძალი და დიდება, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.